აქვს. მოიგეს. პირველად მოიგეს აუტი კანადელებმა და შეუტიეს კიდეც, მაგრამ კარგად დახვდა. სუსტად იმ ადგილას აღმოჩნდა, სადაც უნდა ყოფილიყო ბეგაცი. და აი მაყურებელს მის გამხიარული. ახლა ჩხუბი ხელჩა. ახლა ძნელი დასაფიქსირებელია. საჯი უყურებს და უნდა შეწყვიტონ ჩხუბი. მეგარა საინტერესო ჩხუბი გაგძელდა. თავარია ფეხებით არ უჭუნებს. კარატეს ილეთები არ გამოიყენებს. მარტო მუშტიკრივი იყო სუბოქტორში. ქალაქური კრივი. მრავლად არის სტადიონზე მოსულები, შემოქმედარი ეს. ახლა კანადეს მეორე ხაზზე წვიდიდან სიცხლისთვის ჩემი ვარაუდით ამ ფელანი ბრძანდება ან ფელანი ან ბუკებინი. მაგრამ ახლა გაარწყვია ვინ იყო მტკვარი და მართალი. რეფერი და ორი კიდის საჯია. კიდევ ტრიბუნაზე ჩვენთან უნდა დაეშვათ კაბინაში, უნდა გამოუთხდეთ და გავანაცხადეთ სასტიკი უარი. ინგლისელი ბრძანდება ჩამოსულია, აი ესეთ სიტუაციები რო აღრიცხოს და თამაშის მერე დაიბაროს ტრიბუნაზე. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღევანდელი მატჩის არბიტრი და მისი დამხმარე. ესე იგი მატჩის სრულობაში ვერ ჩაებმება. ვიდეოსაც გაარჩევს, ეხლაც რაღაცას ჩაინიშნავს და ეხლა განაჩენი უნდა გამოიტანოს იმ სამაკაცს. ვინც თათმობს. ველოდებით განაჩენს. და მათი საუბარი არ მესმის სამწუხაროდ ერთმანეთისა ესმით მათ და ჩვენთან გამოყვანილი არ არის. და რა საუბრობენ? ის კვაჭიც დაშავდა ალბათ შვია. იმ ჩხუბში გათავდა თუ თამაში რა მოახსენე. ნახოთ აბა ეს ეპიზოდი. ვიტო კოლელიშვილი კისერში წვა ანდერვუდს და ამის გამო ამტკარა ესეთი ამ. კოლელიშვილის მცდელობა უკუნდან დაეჭირა, შეებოჭა, ასე ვთქვათ, სტუმართა გუნდის მეათე ნომერი ანდერვუდი, მაგრამ ეს მოხდა არა მხრებს ქვემოთ, არამედ მხრებს ზემოთ და ყელში და რა თქმა უნდა ეს აკრძალული ილეთია რაგბიში და ამას მოყვა მერე ყველაფერი ის რაც თქვენ ნახეთ. მეორე ხაზელიც კარგად ალახა მერე